მოგესალმებით, ეს მილენიალია, მე კი ნუგრიშოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ისტორიის დოქტორი ვალერი ვაშაკიძე. ჩვენ გვყავდა ის წინათ სტუმრად, ორი გადაცემა ჰქონდა. ჩვენ დავამთავრეთ ელინისტურ პერიოდზე და ქართლის სამეფოს წარმოქმნაზე და დღეს ვაგრძელებთ უკვე შემდეგ პერიოდს, ეს არის უკვე გვიანი ელინისტური ხანა და რომის შემოსვლა უკვე როგორც კავკასიაში, ისე მცირე აზიაშიც. ზოგადად ყველას ცნობილია პომპეუსის შემოსვლა საქართველოში, მით უმეტეს ის, ვინც ხეთაშია ნამყოფი. მაგრამ მოდით ჯერ დავიწყოთ საუბარი, ბატონ ვალერი, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, რა ხდებოდა პომპეუსამდე და რატომ შემოვიდა ბოლოს მივიდეთ, რატომ შემოვიდა პომპეუსი ქართლის სამეფოში? კი ბატონო. მეც მივესალმები სმენელს სამაყურებელს. ხლა მადა ჭამაში მოდის ხომ და როგორც კი რომის რესპუბლიკამ იგრძნო, რომ მას თავისი ინტერესები შეუძლია რეალურად გაატაროს აზიაში, კონტინენტურ აზიაშიც სრულიად ბუნებრივია მოინდომა ფეხის მოკიდება. თავდაპირველად ის შავი ზღვისპირას განლაგებულ და თავის დროზე ძველი სათავისთვის მე-6 საუკუნეებში დაარსებულ ბერძნულ ქალაქ პოლისებს დაეპატრონა და შემდეგ უკვე კონტინენტის სიღრმისაკენ დაიწყო სვლა. ხლა ვინ უნდა აღდგომოდა წინ რომის ამ ძლევამოსილ მსვლელობას აღმოსავლეთით? უპირველეს ყოვლისა სელევკიანთა სახელმწიფო, ხო? ახლა მაყურებლისთვის ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ ქართლის სამეფოს, ერთიანი ქართლის სამეფოს, მოდი ასე ვთქვათ, ფარნავაზის მიერ საფუძველს ჩაყრილ სახელმწიფოს თავისი უძლიერესი მოკავშირე სელევკიანები უმაგრებდა მხარს და მთელი ძველი წათაღრიცხვის მე-3 საუკუნის განმავლობაში ქართლის სამეფო კავკასიაში უდაოდ უძლიერესი სახელმწიფოა. უდაოდ. ეცვეთუთ ჩვენ გვაქვს მეორე გადაცემა, სწორედ ამას ეხება, ლინკს ჩავდებ აუცილებლად და ვისაც გაინტერესებთ უშუალოდ ქართლის სამეფოსა და სელევკიდების ურთიერთობა, იქ შეგიძლიათ უფრო დეტალურად ნახოთ. ხო, რა თქმა უნდა, მეც სიტყვას აღარ გავაგრძელებ. 190 წელს ძველი წათაღრიცხვისა მაგნეზიასთან ხდება ძალიან დიდი ბრძოლა, რომაელებმა ნაცარტუტად აქციეს ფაქტობრივად სელევკიანების არმია. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირ წყაროები იმის შესახებ, ქართლის სამეფოს მესვეურნი მხარში ედგნენ თუ არა ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ამ ომში თავიანთ მოკავშირეებს, სელევკიანებს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ამ დროისათვის შესაძლოა ისევ გავმეორდე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კავკასიის სამხრეთი ნაწილის ის ტერიტორია, რომელიც დღეს სომხეთს უკავია, ამ დროს სელევკიანების ხელშია. ასევე სელევკიანების ხელშია მცირე არმენიაც, რომელიც კავკასიის რეგიონის გარეთ მდებარეობს. ხო? ამ ტერიტორიებზე სელევკიანებს თავიანთი მმართველები ყავდათ დაყენებულები და ერთი იყო არტაქსია ბერძნული წყაროებისა, რომელიც ერთ-ერთ არმენიაში სარდალი იყო, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ამ პროვინციას და მეორე იყო ზარიადრესი. უაღრესად საინტერესოა სტრაბონის წესრიგა, როგორც კი ახლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით, ესენი არიან ადგილობრივი დიდებულები, რომლებიც მიელტვიან დამოუკიდებლობისაკენ, სელევკიანების უშუალო შემადგენლობაში შედის, სელევკიანთა სახელმწიფოს უშუალო შემადგენლობაში შედის მათი ტერიტორიები. ამ დროს გამოჩნდა რომის იმპერია, რომელმაც დაანგრია სელევკიანების ეს უზარმაზარი სახელმწიფო და ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნის ავტორი სტრაბონი წერს, რომ ერთისა და მეორეც სასწრაფოდ ეახმნენ რომაელებს, თავი მეფეებად გამოაცხადეს და იმავე წუთს რომის მხარე დაიკავეს. ერთი გახდა დიდი არმენიის მეფე, მეორე გახდა მცირე არმენიის მეფე.
ეხლა ეს დიდი და მცირე მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ტერიტორიის სიდიდის გამო არ ეწოდა ამას. უბრალოდ ერთმანეთისაგან რო განესხვავებინათ ბერძნებს, ერთს უწოდეს დიდი, მეორეს უწოდეს პატარა. და ის რომ რაღაცა უდიდესი და რუსულად ვიტყვი ველიკაია არმენია, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ისტორიკოსები ამბობენ, ეს მოგვიანებით ჩამოყალიბდა და არა თავიდანვე. პირდაპირ წერს სტრაბონი, პატარა იყო სომხეთიო, არმენია პატარა იყო მეზობლების ხარჯზე და მათგან მიტაცებული ტერიტორიების ხარჯზე გაფართოვდნენო და ჩამოთვლის ვის რა წაართვეს, ამ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაინტერესებს, იმაზე შევაჩერებ ყურადღებას. იბერიასო ჩამოაჭრეს პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენე. ეხლა როდესაც ჩვენ იბერიის საზღვრებზე, ქართლის სამეფოს საზღვრებზე ვლაპარაკობდით, ჩვენ ვთქვით, რომ სამხრეთის საზღვარი გადიოდა მტკვარ არაქსის და ჭოროხ ევფრატის წყალგამყოფ ქედებზე. ეხლა რა ტერიტორიები არის ეს ხორძენე, პარიადრეს კალთები და გოგარენე. პარიადრეს კალთები ეს არის გვიანდელი ბასიანი და სომხური წყაროების ვანანდი, ანუ ზემო ბასიანი. ეს არის მდინარე არაქსის სათავეები. ხედავთ რა საინტერესოა, იბერიას ჩამოაჭრეს. ხა მე მქონდა ბედნიერება ამ საკითხებზე მეტნაკლებად მემუშავა და სულ მაინტერესებდა, რომ ხომ არ არის დაუშვათ რაღაცა ამ ტერმინის ქვეშ ხوار იმალება დაუშვათ, რომ სომხებმა ეს ტერიტორიები შეიერთეს. არა, იცით ბერძნული ეს ტერმინი, რომელთაც სტრაბონი ამ ფაქტს გადმოგცემს, ეს არის ჩამოაჭრეს, წაართვეს. ესე იგი ეს იბერიის ყოფილა, ხო? აქ საკამათო რა არის, თუ კი ჩამოაჭრეს იბერიას, ესე იგი ეს იბერიის ყოფილა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ქართლის ცხოვრების ის ცნობები, რომელიც ქართლის სამეფოს საზღვრებს ეხება, ეს არის უაღრესად სანდო ცნობები. და საერთოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ყველა ეთნოს და შემდეგ ბუნებრივი ამის განვითარების შედეგად შემდგარ ერს ძალიან მყარი წარმოდგენა აქვს თავის ისტორიულ ტერიტორიებზე, რომელიც შემდეგ წერილობით წყაროებში აისახება. შეიძლება თანადროული წყაროები არა გვაქვს, მაგრამ იმდენად მყარი არის ეს ტრადიცია, იმდენად მყარი არის ეს ცოდნა, რომ ეს უაღრესად სანდოა და სხვათა შორის ამ თვალსაზრისით ქართლის ცხოვრების მონაცემებს უდიდეს ნდობას უცხადებდა ბატონი ივანე ჯავახიშვილი, ბატონი ნიკო ბერძენიშვილი, ბატონი დავით მუსხელიშვილი და დღევანდელი მკვლევრებიც, იმიტომ რომ უყურეთ ახლა სტრაბონმა ხო ეს გვითხრა. ხა სტრაბონამდე მეორე საუკუნის ავტორი არის აპოლოდოროსი. ასეთი ბერძენი ავტორი. ეს აპოლოდოროსი ასეთ რამეს გვეუბნება, ეს კი სტრაბონამდე საუკუნე ნახევრით ადრე მცხოვრები კაცი გვეუბნება, რომ იბერიასა და არმენიას შორისო საზღვარი გადის მდინარე არაქსზე. და სტრაბონი თავის გეოგრაფიაში ამ აპოლოდოროსს ეკამათება და ეუბნება, არა. იმაზე კი არ გადისო, რა ქვია, მდინარე არაქსზე, მტკვარზე გადისო, მტკვარზეო. მაგრამ ეხლა უყურეთ ერთი წუთით დაუბრუნდეთ ამას. არა, ხო, როგორი განსხვავება არის. მაგრამ თუ ჩვენ ეხლა აი ზემოთ მოტანილ ცნობას კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდებით და ვიტყვით რა არის პარიადრეს კალთები, ესე იგი აპოლოდოროსის ცნობა იმ პერიოდამდე ვითარებას ასახავს, ვიდრე სომხებმა, ვიდრე არტაშეს პირველმა, რომელიც 199 წელს ავიდა ტახტზე ძველი წელთაღრიცხვისა, ვიდრე ჩამოაჭრიდა ტერიტორიას. ხოლო სტრაბონი, როდესაც ეკამათება საუკუნე ნახევრის შემდეგ და მან იცის, რომ ეს ტერიტორიები არმენიის შემადგენლობაშია, უსწორებს აპოლოდოროს. ორი სხვადასხვა დროის ცნობაზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, აპოლოდოროსის ეს ცნობაც ირიბად, მაგრამ მიუთითებს იმაზე, რომ სტრაბონის მონათხრობი იმის შესახებ, რომ სომხებმა წაიღეს პარიადრეს კალთები, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ესე იგი, როგორც შევთანხმდით, ეს არის ბასიანი და ზემო ბასიანი, ხო, ანუ არაქსის სათავეები და ახლა ვნახოთ რა არის ხოტენე, იგივე ხორძენე.
ეს ტერმინი ხორზიანი ველი დღესაც არის კოლაში. დღესაც კი არის ეს ტერმინი, რა ქვია, ეს ტოპონიმი დამოწმებული. ესე იგი, ხორძენე თანამედროვე გამოკვლევების, რომელიც აი ბატონ გიორგი ჭეიშვილს ეკუთვნის და შესანიშნავი წიგნი გამოსცა სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ სანახებნი ქართლისანი, იქ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით და ძალიან ჩაკირკიტებული კვლევის შედეგად კარგად არის ნაჩვენები, რომ ხორძენე ეს არის ისტორიული სპერი, ანუ ჭოროხის სათავეები, ტაო, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ლაპარაკობდით, სად გადიოდა საზღვრები, ანუ ლაპარაკი გვქონდა იმაზე, რომ ჭოროხ ევრატის წყალგამყოფზე გადიოდა საზღვარი, დიახაც ეს ნამდვილად ასეა. გოგარენი რა ტერიტორია? გოგარენი არის ტერიტორია, რომელიც არის ქვემო ქართლის ფაქტობრივად ისტორიული, თითქმის ისტორიულ ქვემო ქართლს მოიცავს. ეს არის მტკვრის მარჯვენა სანაპირო ჯავახეთიდან დაწყებული ხუნანამდე. ანუ სადაც მტკვარს უერთდება მდინარე დებედა-ჩაი, დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და იქიდან ხუნანიდან ქართლის ცხოვრებაც გვეუბნება ხუნანიდან დაწყებული სპერის ზღვამდეო, ანუ შავ ზღვამდე ვრცელდებოდაო, ხო, იბერიის სამეფოს საზღვრები, ქართლის სამეფოს საზღვრები. ანუ მოვიდნენ რომაელები და შეიცვალა ვითარება. ხა, რისი თქმა მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. ჩემი მტრისფერი, ჩემი მეგობარიას პრინციპით, როგორც კი armeniელებმა ამ შემთხვევაში არტაშესმა და ზარიადრესმა რომის მხარე დაიკავეს, ისინი რომის მოკავშირეები აღმოჩნდნენ ბუნებრივად. ხოლო როგორც კი ესე იგი სელევკიანების მოკავშირე იბერია, სელევკიანები დამასთან, სელევკიანების მოკავშირე იბერია ქართლია, ხო? აპრიორი მტრები გახდნენ. აქედან გამომდინარე მე ფარველი დავკარგეთ. ფარველი დავკარგეთ, დიდი ფარველი დავკარგეთ, მოვიდა მეორე დიდი სახელმწიფო, ძალიან გამართული, იმ დროის ალბათ უძლიერესი სახელმწიფო, ალბათ არა, ნამდვილად უძლიერესი სახელმწიფო, თავისი უბწყინვალესი არმიით, თავისი უნიჭიერესი მმართველებითა და მხედართმთავრებით, გაცვლილი ლეგიონერებით, აღჭურვილობა სათანადო დონის და ამ პოლიტიკურმა ძორებმა, რომელიც მოხდა კავკასიაში, შეიწირა ქართლის სამეფოს ძლიერება. ეს შეკითხვა მაქვს თვითონ აი სომხეთთან დაკავშირებით. რამდენად მართალია ეს მოსაზრება, რომ ეს ადგილობრივი ელიტა, მაინც და მაინც ეთნიკურად სომხური არ იყო. ესენი მან საკმაოდ დიდი იყო სკვითური ელემენტი, მათ საკმაოდ დიდი იყო არასომხური ელემენტი და ჯარში მათ შორის, მათ არმიაში საკმაოდ ბევრი იყვნენ, უბრალოდ არის ესეთი კვლევებიც იყო და სტატიებიც არის, რომ სომხები არ იყვნენ მაინც უმრავლესობა მათივე არმიაში. ერთი რამ მინდა ვთქვა, ხო, არმიაში თუ არ იყვნენ, ეგ არ არის უბედურება, ეგ ყველა სახელმწიფოსთვის, იმ დროინდელ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი იყო, იმიტომ რომ ძირითადად მას დაკერევებული ხა, მაშინ რეგულარული არმიის შენახვა ეს იყო დიდი ფუფუნება. ამას ვერ ახერხებდნენ, ძალიან ძლიერი სახელმწიფოები თუ ახერხებდნენ ამას. ეხლა რაც შეეხება ვინ იყვნენ ესენი. თეოდორ მომზენი მოგეხსენებათ რა, ეს უდიდესი მეცნიერი, უდიდესი ისტორიკოსი, ხო, ფუნდამენტური შრომების ავტორი რომის ისტორიასთან დაკავშირებით პარტიელებზე წერს. პარტიელებზე წერს ერთ ასეთ რამეს. არისო გადმოცემა, რომ პარტიელებიო სკვითებისგან მოდიანო. მაგრამ ეს კი არ არის მთავარიო, ისინი სკვითები არიან თუ არ არიან, მთავარი ის არის რად თვლიდნენ თავსო. ისინი თავს აქემენიანების მემკვიდრეება თვლიდნენ, ხვდებით ხო რისი თქვა მინდა. ესე იგი ელიტა ახლა არმენიელები მსახურობდნენ, არმენია შემადგენლობაში შედიოდა, ხო აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. არმენიის სატრაპი იყო ბოლო აქემენიანი დარიოს მესამე კოდომანი, ჯერ არმენიის სატრაპი იყო და მერე გახდა ის შაჰანშაჰი. ხო, სრულიად ბუნებრივია, რომ მიდიელებთან, ანუ სპარსელებთან
იმიტომ რომ ძველი ბერძნული წყაროები მიდიელებს და სპარსელებს ფაქტობრივად ერთმანეთისაგან არ ასხვავებს. ხო? ესენი ძალიან ბევრი რამ ისესხეს. ძალიან ბევრი რამ. კულტურული გავლენა იყო გასაოცარი და სახელმწიფოს მმართველობის სფეროშიც ბევრი რამ გადმოიღეს შემდეგ უკვე პარტიელებისაგან, რომლებიც აქემენიანებს ბაძავდნენ და თავისთავად აქემენიანებისგან თავის დროზე. ამიტომ ფაქტი ერთია, რომ ინდოევროპული მოდგმის სომხები, რომლებიც იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს არიან, დაახლოებით ალბათ ურარტუს დაცემის შემდეგ იკიდებენ ფეხს, მანამდე ისინი უფრო ევფრატის ჩრდილოეთის მხარეში ცხოვრობდნენ, ხო? ფაქტობრივად აი ამ პერიოდისათვის უკვე ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. უროთ მინდოდა იმის თქვა, რომ ანუ ეს არ იყო პატარა ხალხი, ეს იყო ჩვენთან შემოვიდა ის ზალა, რომელიც იყო საკმაოდ ორგანიზებული, რომელიც იყო საკმაოდ ჭრელი, თუმცა მაგრამ კულტურულად ისინი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ. ყოველშაბათ თვითყობადობას ისინი უფლობდნენ. ისე მათ ჰქონდათ ეს თვითყობადობა და ამას აძლიერებდნენ და როგორც ჩანს, რაოდენობრივადაც ცოტანი არ იყვნენ, იმიტომ რომ ტერიტორიული ექსპანსიას ეთნიკური ექსპანსიაც მოყვა. და ეს თუ არა ხარ თუ მრავალრიცხოვანი არ არის, ხალხი ამის გაკეთება ნაკლებ შესაძლებელია. გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. ახლა როგორ შეხვდა ამას ქართლის ელიტა, როგორ შეხვდა ამას? მიიღო ესას? წუხარებით. ხო, ახლა უყურეთ, ქართლის ცხოვრებაში ამ ამბებთან დაკავშირებით დიდი ანაქრონიზმია ქართლის ცხოვრებაში, მაგრამ ამბავი მაინც არის მოთხრობილი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მაყურებლისათვის იმას, რომ აქ ქართლის ცხოვრების მონათხრობი გვიანდელ პერიოდს ეხება, თითქოს ეს ხდება პირველ საუკუნეში, მაგრამ ამბავია საინტერესოდ გადმოცემული. სუმბად მივრიტიანმაო, მოკლაო, იარვანდი უნდა იყოს ერვანდიანების, აი როგორც ასურასტანის მეფეთა ზოგადი სახელი არის ანტიოქოსი, ანუ სირიის სელევკიანების მეფეთა სახელი ქართლის ცხოვრებაში არის ანტიოქოსი, კი, მართალია, ბევრი ანტიოქოსი იყო, მაგრამ არასოდეს არ აზუსტებს მემატიანე. აქაც როგორც ჩანს იარვანდი უნდა იყოს, როგორც ჩანს ერვანდიანები, რომლებიც არტაშესიანებამდე ბატონობდნენ სომხეთში. და მეფე გახდაო არტაშანიო. არტაშესი ერთი და იგივეა. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა ქართლისა და სომხეთს შორის. და ეს ბრძოლა არის გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, ორი თაობის განმავლობაში გრძელდება. წარმატებას ძირითადად სომხები აღწევენ. მანამდე არის ნათქვამი, რომ გაძლიერდა მეფე იარვანდა, წარიღო წუნდა და ჯავახეთი, უკაცრავად წუნდა და არტაანი და ამ დროს თითქოს ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს სხვა საკითხს ეხება და არ მინდა რომ თემას ავწდეთ. ქართლის მეფეები არიან ფარსმანი და კაოსი. თითქოს ორი მეფეა ამ დროს. ეს სინამდვილეში ასე არ არის, რეალურად ასე არ არის და ეს ფარსმანი და კაოსი ვერაძებნესო საზღვარნი ქართლისანი. ანუ ვერ დაიბრუნესო ეს ტერიტორიები. და მერე გასაოცარი ფრაზა არის ქართლის ცხოვრებაში და მოკვდეს წუხარებას აშინათიცა. ესე იგი ქართლის მეფეები წართვეულ საზღვრებს ვერ ასწორებენ, ტერიტორიებს ვერ იბრუნებენ და ნახეთ როგორი არის ქართლის ცხოვრების შემდგენელთა იმ ელიტარული ნაწილის, იმ ქართული მოაზროვნე ნაწილის, რომელიც ქვეყანას იცავდა, ქმნიდა ლიტერატურას, ქმნიდა კულტურას, მართავდა ქვეყანას, ხო, ეს ქართლის ცხოვრების ავტორნი და გადამწერ რედაქტორნი, ეს იყო ელიტარული საზოგადოება, ხო, იმ დროინდელი საქართველოსი, ხო? და როგორ აღიქვავს ამას. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ხდება იმ დროს, ახლა იქ ფარსმანიც და კაოსა არა, ეს ისტორიკოსის ხედვა. ამ პერიოდში, უკვე როდესაც იწერება ქართლის ცხოვრების ეს ნაწილი, ხო?
მეფეთა ცხოვრება დასაწყისი ნაწილი, როცა იწერება, აი როგორ უყურებს ამის დამწერი ქვეყნის პირველი პირები როგორ განიცდიან ტერიტორიის ხელყოფას. ერთიანი სახელმწიფო ორგანიზმის გრევას როგორ განიცდიან. ამას რა მოყვება? გავიდა ცოტა ხანი და მათმა შვილებმა აზორკ და არმაზელმა შეიპყრეს კარტაშესის ვაჟი ზარენი, მერე მოვიდა სუმბად ბიურიტიანი, მერე მოხდა შეთანხმება, ზარენი დააბრუნეს, სამაგერო ცონხებმა დააბრუნეს წარსმეული ტერიტორიები. დემოთისიხე, წუნდა, ჯავახეთი, არტანი, ეს ტერიტორიები დააბრუნეს და ქართლის ცხოვრების ამ ნაწილის ავტორი ისევ ერთ გასაოცარ ფრაზას ამბობს. დააღესრულენ ნუგეშის ცემულნი დიდად. ანუ კმაყოფილნი იმითი რომ შეასრულეს ის დიდი მოვალეობა რომელიც ქვეყნის პირველ პირს აკისრია. ანუ რისი თქმა მინდა, ესე იგი ეს ტერიტორია გადადის და გამოდის ხელიდან ხელში. თამასობაში უკვე იცვლება სიტუაცია კავკასიაში ორი დიდი ძალა უბრალოდ ერთი დიდი ძალა კავკასიაში, მეორე კავკასიის გარეთ ერთიანდებიან. ეს არის მითრიდატე მეექვსე ეპატორი და მისი სიძე ტიგრან მეორე, არმენიის მეფე. ერთ შეკითხვა მაქვს. აი ის ნაწილიც იმ ნაწილსაც რო შეეხოთ, აი ვიცით რომ მითრიდატეს ხელში აღმოჩნდა დასავლეთ საქართველო. კი, კოლხიდა ძალიან სწრაფად, ესე იგი 111 წელს წავიდა მითრიდატე ტახტზე. ნუ ეს იყო უნიჭიერესი კაცი. წყაროები ამბობენ რომ 22 ტომი შედიოდაო მის დაქვემდებარებაში და 22 ენა იცოდა, ყველა ტომს თავის ენაზე ელაპარაკებოდა, თუნდაც ეს რა თხის, ხო? და ის რომ მან 3 ომი აწარმოა რომის წინააღმდეგ და მე მინდა მაყურებელმა იცოდეს რომ აი დღეს შეიძლება რამდენიმე სუპერსახელმწიფო იყოს, ხო და უშუალოდ ჩინეთი ძალიან ცუდია შედარებები ისტორიაში, მაგრამ იმ დროს ერთი სახელმწიფოა და ეს არის რომი. და რომის წინააღმდგომელ არავის არ ძალუց. და პონტოს მეფე მითრიდატე 3 ომს აწარმოებს რომის წინააღმდეგ. 3 ომს და ძალიან ღირსეულად. რომს ზარავდა მითრიდატეს სახელის გაგება. 111 წელს ავიდა ტახტზე, ერთ წელიწადში ბოსპოროსის სამეფო დაიპყრო, იმავე წელს სადღაც 109 წლებში კოლხიდა დაიპყრო და ჯერი მიდგა კაპადოკიაზე. და გასაოცარი არის, ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინდა ისე გაიგოს მაყურებელმა, რომ რაღაცის შედარებას ვახდენ. მაგრამ დიდი მტაცებელი სახელმწიფოების სურვილები მაშინაც და ახლაც ერთი და იგივეა. და რა გასაოცარი რამ ხდება, ესე იგი კაპადოკიას მტაცებლის თვალით უყურებს მითრიდატე და ასევე კაპადოკი, იმიტომ რომ მცირე არმენია შეერთებული აქვს უკვე ტიგრან მეორეს და ისიც კაპადოკიას ჩაკლაპვას უპირებს. აი აქ მოხდა ინტერესთა დამთხევა და უყურეთ როგორი საინტერესო გარიგება დაიძო. სამხედრო ძალით უნდა იმოქმედოს არმენიამ, ტიგრან მეორემ. და დავლა ალაფი, რაც და ტყვეები, რომელსაც ის ამ ტერიტორიაზე მოიპოვებს, მისია. სამაგეროდ დაპყრობილი ტერიტორია პონტუსია. ესე იგი ტერიტორია მე დავლა ალაფი და ტყვეები შენ. აი ასეთი გარიგება მოხდა. ეს გარიგება დინასტიური ქორწინებითაც გამტკიცდა. მითრიდატეს ქალიშვილი კლეოპატრა ცოლად მოიყვანა ტიგრან მეორემ და ხლა ასეთ ვითარებაში ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქართლის მეფე შეძლებდა წარსმეული ტერიტორიების დაბრუნებას, ალბათ ძალიან არარეალურია. ანუ ძველი სათავის პირველი საუკუნე აშკარად ეს ტერიტორიები, რომელიც ეგან ჩამოვთვალე სომხეთის არმენიის შემადგენლობაშია. მაგრამ მოვიდა პომპეუსი, ჯერ ლუკულუსი, შემდეგ პომპეუსი. ეხლა ცნობილი არის, რომ ქართლის მეფე მოკავშირე არის არმენიისა და პონტოსი. ეხლა მე ეს ჩემი პირადი მოსაზრება ყოველად წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს
პირველი პირი, სახელმწიფოს მესვეული ამ შემთხვევაში არტოკე, ბერძნული წყაროების, ანუ ქართული არტაგი, ხო? მოკავშირე ყოფილიყო იმ ქვეყნისა, რომელსაც მიტაცებული აქვს ტერიტორიები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, იმიტომ რომ დედიმისის შვილი იყო და არ დაუჭერდა მხარს სომხეთსა და მითრიდატეს, არაფერი დარჩებოდა ქართლის სამეფოსაგან. აი თუმანოვის აზრით არტაქსა და ესე იგი ტიგრანს შორის ნათესაური კავშირი იყო. იყო. და ეს მომენტი ხო არ იყო? არა. იცით, ასეთი ნათესაური კავშირები, ახლა ცოტა მოგვიანებით ერთი საუკუნის შემდეგ ქართლის მეფე მითრიდატე სომხეთში ამეფებს თავის ვაჟს მითრიდატეს. მაგრამ როგორც კი სომხეთის აღზე ჯდება, ის უკვე დამოუკიდებელ თამაშს იწყებს. და ეს იყო მერე დაპირისპირება ფარსმა პირველსა და მითრიდატეს არმენიის ტახტზე მყოფ მითრიდატეს შორის და ადამისტის ამბები და ეს ამან მოიტანა, იმიტომ რომ ეს იცით როგორ არის, როგორც კი რომელიმე მათგანი ხდება რაღაცა ტერიტორიის მართველი, ის იმ წუთში სეპარატისტული მიზნებით მოქმედებს. და ის ეძებს უკვე სხვა მოკავშირეებს, სხვა ძალებს, ადგილობრივს თუ გარეს და ამის მიხედვით მოქმედებს, თავის ინტერესებით მოქმედებს. მოკლედ ისე თქვა მინდა, მოვიდნენ რომაელები და პლუტარქოსი ძალიან თავის ლუკულუსში და შემდეგ თავის პომპეუსში ძალიან კარგად გადმოსცემს ამ პერიპეტიებს და რომაელებმა სასაული მარცხი აგემეს დიონ კასიუსი რომაელი ისტორიკოსი მეორე-მესამე საუკუნეებისა ძალიან დაწვრილებით აღწერს დამცირებული ტიგრანი როგორ იახლა პომპეუს როგორ შეიცოდა პომპეუსმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ერთ საინტერესო ფრაზას ამბობს რომ მიტაცებული ტერიტორიებიო სოფენე კაპადოკიის ნაწილი და რაღაც ესენიო სულ ყველაფერი ჩამოართვაო. სამწუხაროდ არაფერს არ ამბობს იმ ქართულ ეგრეთ წოდებულ იმ ისტორიულ ქართულ მიწებზე, რომელზეც ზეღარ მე ლაპარაკობდი და ამაზე არაფერს არ ამბობს. ერთი შეკითხვა მაქვს. ზანეთ. აი სულ მქონდა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ეს შეკითხვა. აი ამ პროცესში რატომ არ გადავიდა ქართლის სამეფო პომპეუსისკენ? ხო ლოგიკა ისე რომ შენი მტრის მტერია რეალურად. ძალიან საინტერესო კითხვაა. მე ვფიქრობ და მინდა ისევ გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომ ეს იყო იძულებითი მოკავშირეობა. იმიტომ რომ ქართლის სამეფოს რომელსაც მთელი დასავლეთი ნაწილი წართმეული ჰქონდა მითრიდატეს მიერ, ის ძალიან ესეც სანაპეტრე მოვიდა პავლესწყავი გააძვრეს ამბავი არის. არ ჰქონდა უშუალო ურთიერთობა რომაელებთან, ქართლის სამეფოს მესვეურებს, ისინი იყვნენ დამოკიდებული, აბსოლუტურად დამოკიდებული არიან თავის ორ ძალიან ძლიერ მეზობელზე. ხა ჩვენ რო ლაპარაკობთ დიდი არმენია, ტიგრან მეორის დროინდელი არმენია, მე მინდა უბრალოდ მაყურებელმა იცოდეს, რომ კასპიის ზღვიდან ფაქტობრივად ხმელთაშუა ზღვამდე გავიდა. სელევკიანების სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილს ფაქტობრივად განაგებდა. თავის ქვეყანას განაგებდა და როდესაც აი მაგალითად ბერძნულ წყაროებში აპიანოსი წერს, როდესაც მითრიდატე უკან იხევდაო, არმენიაში გაიარაო, ხოტენე გაიარაო. ესე იგი ხორძენი ანუ ხოტენე ისევ არმენიის შემადგენლობაშია, თუმცა იქ ახსენებს, რომ ადგილობრივმა იბერიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ქართველები არიან, მაგრამ ეს ტერიტორია ისევ სომხების შემადგენლობაშია. ასევე თვითარებაში ქართლის მეფე, რომელიც ალბათ ამ შემთხვევაში საკმაოდ სუსტი მართველი იყო, არა იმიტომ რომ ის პიროვნულად სუსტი იყო, არამედ დასუსტებული იყო, შევიწროებული არის თავის მეზობლების მიერ, თავის მეზობლების გვერდით უნდა დადგეს და დადგა კიდევაც, იმიტომ რომ პლუტარქოსი ამბობს, რომ ტიგრანოკერთან ბრძოლაშიო ყველაზე დიდი იმედიო შუბოსანი იბერიელების ჰქონდათო, მაგრამ გაცთრნენ რომაელ ლეგიონერებთან, ვერც შუბოსანმა იბერიელებმა ივარგეს, ვერც თვითონ ისე გიბონს უწერია, სხვათა შორის იბერიელ მეომრებზე. არა, იბერიელი მეომრები გამორჩეულები იყვნენ, ტაციტუსიც აღნიშნავს, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი ალბათ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ
ხლა რომის დამარცხება იმდრო შეუძლებელი იყო. შეუძლებელი ბევრი რამის გამო. ყველაფერს თავი დავანებოთ სამხედრო სტრატეგია და ტაქტიკა და ბრძოლის მოქმედების წესები ჰქონდათ ისეთი იარაღი ჰქონდათ, ისეთი სრულყოფილი იარაღი ჰქონდათ, რომ იმ დროისათვის, ეს იყო საუკეთესო შეიარაღებული არმია და პროფესიონალი მეომრებით დაკომპლექტებული, პროფესიონალი მეომრებით. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, რომმა დაიმორჩილა არმენიაც, დაიმორჩილა იბერიაც და დაიმორჩილა ჩემო ბატონო ალბანეთიც. სამივე გახდა რომის მეგობარი და მოკავშირე. საინტერესო სახელია, ხო? მოკავშირე და მეგობარი. დაპყრობილი ქვეყანა როგორ შეიძლება მეგობარი იყოს, ხო? ხო არ გაგონებს რაღაცას იმპერიული მართლობის ეს ტერმინოლოგია. ამ ტერმინოლოგიას სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი, რომელიც დღემდე მოდის. და რა ძლიერი და გამარჯვებული, რა შინაარსაც უნდა იმ შინაარსებს მე ამ მეგობარსა და მოკავშირეს აი ამ ტერმინში მეგობარი და მოკავშირე. მაგრამ შეიცვალა სიტუაცია, ეწეღანდელი თქვენი კითხვა. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში იბერიის მმართველები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თუ რომის პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან კავკასიაში, მაშინ მათ არამარტო დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნების დიდი შანსი აქვთ, არამედ ისევ აღზევების, გაძლიერებისა და სახელმწიფოს განმტკიცების. და ასეც იქცევიან. ეხლა რა ხდება? ამ დროს პარტიის სახელმწიფო ძლიერდება. სომხეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმიტომ რომ სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მას პარტია უტევს. იყო ასეთი მეფე არტავას მეორე, რომელმაც შეცვალა ტიგრან მეორე და ეს არტავას მეორე იძულებული არის ხან რომაელების მხარეს იბრძოლოს პართელების წინააღმდეგ, ხან პართელების მხარეს იბრძოლოს რომაელების წინააღმდეგ. ეს რომმა არაპატია. ეს რომმა არაპატია და როდესაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში არტაბან მეორის პარტიის მეფეს ადგილობრივი დიდებულები აუჯანყდნენ და მოითხოვეს რომში მყოფი უფლისწულის თრდატის დასმა პარტიის ტახტზე, რომაელებმა იბერიელებს უთხრეს, რომ დაგვეხმარეთ, დავსვათ თრდატი პარტიის ტახტზე და არმენია თქვენთვის მოგვიწია. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება წარმოუდგენელი იყო და ქართლის მეფე მითრიდატე ამ ბრძოლაში გადაეშვა. თავის ვაჟს ფარსმან, შემდეგ ფარსმან პირველს მისცა ლაშქარი, ფარსმანი შეიჭრა არმენიაში და იქ ტახტზე დასვა თავისი ძმა მითრიდატე. ეხლა მე რო კაცმა მკითხოს სომხური ისტორიოგრაფიაში პატიოსანი მკვლევარი იტყვის, რომ კი მაგრამ თუ კი სომხეთის ტახტზე ქართლის მეფის უფლისწული დაჯდა. მაშინ ბუნებრივია ქართლის მეფე ალბათ იმ დასმეულ ტერიტორიებსაც დაებრუნებდა აპრიორი, აბა რანაირად ეხლა მთლიანად ტახტი დაიკავა მისი ოჯახის წევრმა, მისმა ვაჟმა ერთ-ერთმა და იმ ტერიტორიებს რანაირად დათმობდა. თუმცა პირდაპირ ჩვენება ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს. ეხლა შეეგუა ამას პარტია ასეთ მარცხ შეეგუა, რომ ხელიდან გამოგვლიჯეს სომხეთი და იქ რომაული გავლენის დამყარება მოხდა და ამის ნათელი მაგალითია ქართლის მეფის ძე, მითრიდატეს ძე, ასევე სახელად მითრიდატე, გახდა არმენიის მეფე. და კარგ ახალს მართავდა ქვეყანას. ახალი წელთაღრიცხვის 32 წლიდან 53 წლამდე. პატარა პერიოდი არ არის. მაგრამ როგორც კი არმენიის ტახტზე დაჯდა მითრიდატე, მან თავის პოლიტიკის გატარება დაიწყო და ურჩობა დაიწყო თავის ძმასთან ფარსმანთან, რომელიც ამ დროს უკვე იბერიის მეფე ხდება მითრიდატე, მისი მამის მითრიდატეს გარდაცვალების შემდეგ. ეხლა საქმე რაშია? პართელები ამას უნებრივი არ შეეგუნენ და აი აქ არის ძალიან საინტერესო მონათხრობი
რომელი ისტორიკოსის ტაციტუსისა, რომელიც თავის ანალებში წერს, რომ პართელებმა გამოგზავნეს დიდი ლაშქარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა უფლისწული ოროდი. წინასწარ ვიტყვი, რომ ქართველებმა ქართლის სამეფოს ლაშქარმა სასტიკი მარცხი აგემა პართელებს და აი აქ არის ძალიან საინტერესო ის, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩრდილო კავკასიიდან გადმოყვანილმა სარმატთა დაქირავებულმა რაზმებმა. ტაციტუსი წერს, რომ სარმატებიო პართელებმაც დაიქირავესო. ეს ამ ტომშიო ეს მიღებულიაო. შეიძლებაო ერთი ნაწილი ერთ ბანაკში ომობდეს და მეორე ნაწილი მოწინააღმდეგის ბანაკში იყოსო. იმიტომ რომ ეს შემოსავლის წყაროაო და ეს ჩვეულებრივი ამბავიაო სარმატებისთვისო. მაგრამო და მე ამბობს საოცარ რამეს ტაციტუსი. იბერებმაო, რომლებიც ფლობენო ამ გადმოსასვლელსო, ლაპარაკი არის დარიალის გადმოსასვლელზე. თავისი მომხრე სარმატები გამოატარესო, ხოლო ის სარმატები, რომლებიც ხო, პართელების ხარეზე უნდა წასულიყო, იმათ გზაში უკრესო. ახლა საქმე რაშია? შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვა. კი, მაგრამ რატო დარუბანდის გადმოსასვლელით არის სარგებლეს ამ დროს ამ სარმატებმა? და ძალიან საინტერესო რამ არის ბატონო ნუკრი, როგორ დიდ გავლენას ახდენს ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური, ისა თუ ის ეკოლოგიური მოვლენა ისტორიის განვითარებაზე. აგერ კასპიის ზღვა, ხო? და დარუბანდის გასასვლელი, ხო? დერბენტის გასასვლელი. 1929 წელს, აი ახლა სულ 1929 წელს კასპიის ზღვა 2 მეტრით უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს არის. 2 მეტრით მაღალი. წარმოგიდგენთ რამხელა ტერიტორიას დატბორავდა. და პალეოკლიმატოლოგების მიერ ეს საკითხები რო არის შესწავლილი, იქ არის ნათქვამი ასეთი რამ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისებლად 22 მეტრით მაღალი იყო. და ტაციტუსი ამბობს, რომ თუ ავსტერის ქარებიო, ანუ სამხრეთ-დასავლეთის ქარები არ იყო, მთლიანად ეს ნაწილი იყო დატბორილიო, გასასვლელი. და იქ ცხენოსანი რაზმი ვერ გაივლიდა. წარმოგიდგენიათ, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ისტორიაში გეოგრაფიულ ფაქტორს. ამიტომ ძირითადი გასასვლელი გახდა დარიალი. და დარიალი ჩვენს ხელშია. რადგან ჩვენს ხელში არის ქართველთა ხელში არის, რა თქმა უნდა, ქართველთა ხელში არის ოქროს გასაღები და ამ დაქირავებულ სარმატეს და ოდნავ მოგვიანებით ალანებს გვინდა გაუღებთ კარებს, გვინდა არ გაუღებთ კარებს. ესენი ვინ არიან? ესენი არიან სასტიკი მეომრები, რომლებიც შიშის ზარს სცემენ ცივილიზებულ სამყაროს. პლინიუს უფროსი წერს დარიალის გასასვლელს კავკასიის კარი, ანუ იბერიის კარიო ამბობს, ანუ დარიალის გასასვლელზე ამბობს. და ეს არ უნდა ჩავთვალოთ, თუ ის დარიალის ციხე რო არ იქიწყებოდა, ის იყო მარტო, არა, ეს იყო მთელი ხეობა. დაწყებული დარიალის იქეთ იწყებოდა ეს გასასვლელი. დარიალის ციხე არის ერთ-ერთი ამ გზაზე, რომელიც მთავრდებოდა მცხეთასთან. ესმით, მთელი ეს გასასვლელია. ეს გასასვლელი არის სტრატეგიული მნიშვნელობის. აქედან გამომდინარე, იბერებმაო ამ ტერიტორიების მფლობელებმაო, ტაციტუსი ამბობს, გზა შეუკრესო თავიანთ მოწინააღმდეგე სარმატებს და ამიტომაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვესო. გარდა ამისა, იქვე აღნიშნულია, როდესაც კიდევ მეორე ლაშქრობა მოხდა, იბერებმაო, რომლებიც ადგილი კარგად იცოდნენ, ბრძოლის ადგილი, ხო, გეოგრაფიული არეალი, ლანდშაფტი კარგად იცოდნენ, ესეც ბრწყინვალედ გამოიყენესო. და იწყება იბერიის სამეფოს აღმავლობა. და უკვე რომაელების მეგობრები ვართ, იმიტომ რომ 75 წელს იმპერატორმა ვესპასიანემ მცხეთაში არის აღმოჩენილი წარწერა, მცხეთის კედლები გაამაგრა და თავის მეგობარ ხალხს იბერიას მცხეთა გაუმაგრა იმპერატორმა ვესპასიანემ 75 წელს. მაგრამ გაცილებით დიდი წარმატებები ქართლის სამეფომ უკვე მეორე საუკუნის 30-იან
40-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ქართლის ტახტზე არის ფარსმან მეორე, ფარსმან ქველი, როგორც ქართული წყაროები ამბობენ და ეს არის პერიოდი, როდესაც ქართლის სამეფო მეტოქეობას უწევს რომის იმპერიას. და მინდა მაყურებელმა თარმის ყველაზე ისეთ ოქროს ხანაში. რომის ოქროს ხანაში. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ იმპერატორი ტრაიანე იყო ბოლო, რომელმაც დაპყრობითი ომები აწარმოა და იმპერატორი ადრიანე უკვე არსებული შენარჩუნებაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ისეთი რამ არის, ხო წარმოგიდგენიათ, რომის იმპერია, რომელიც ნახევარ ბრიტანეთს ფლობს და იქედან დაწყებული აღმოსავლეთით ინდოეთამდე ტერიტორიას ფაქტობრივად ფლობს რა. მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს და ასე შემდეგ, ხო? ხლა, იმდენი ძალა იმას ყოველთვის ჰქონდა, რომ ქართლზე ელაშქრა და მაგრამ ჩვენი ძალა სწორედ აი იმ გასასვლელში იყო, რომელსაც დარიალის კარი ერქვა, რომელსაც იბერთა კარი ქვია, პლინიუსი პირდაპირ ამბობს. ვიღაცებს ეშლებათო კასპიის კარიო და აიგივებენ კავკასიის კართან. არა, კავკასიის კარი იბერიის კარი არისო. და ეს კარი ჩვენს ხელშია. და უყურეთ რა ხდება სადღაც 40-იან წლებში მეორე საუკუნისა იწყება დამანგრეველი ლაშქრობები ალანებისა პართიის ტერიტორიაზე, რომელიც ეს რა ქვია რომის ნახევრად ვასალური ქვეყანა არის ამ დროს და ამ რომის აღმოსავლეთის პროვინციებში აყვავებული ქალაქები, აყვავებული სოფლები, განვითარებული ვაჭრობა და უეცრად გადმოვა უზარმაზარი ტალღა ამ ბარბაროსების, მაგრამ საოცრად კარგი მეომრების და აქ მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს. როდესაც შენ ქვეყნის მესვეული ხარ და ამ შეიარაღებულ მასას შენს ტერიტორიაზე გაატარებ, შენ იმისი თავი უნდა გქონდეს აუცილებლად თუ აკონტროლო ეს. თორემ მარბიელი ლაშქარია, ეს არის ყაჩაღების ბრბო და მათთვის სულ ერთია, გინდა ადგილობრივი გაუძარცვას და გინდა ეს. და როგორც ჩანს, ქართლის მესვეურებს, ქართლის მეფეებს ამის თავი აქვთ. ისინი აკონტროლებენ, ამ ალანებს გადმოუშვებენ და დიონ კასიუსი წერს, რომ ვოლოგესო, ანუ ვალარში, ვოლოგესი პართიის მეფეო, რომის იმპერატორ ადრიანეს ეხვეწება მომაცილეს ფარსმანიო, როგორმე ეს ალანთა ლაშქრობები იქნება შეწყვიტოსო რა. ხლა ამითი ფარსმანი რას აკეთებს? ჩვენ არ ვიცით. არა გვაქვს ამდროინდელი წყაროები, ქართული წყაროები და უცხოური წყაროები ყოველთვის თავიანთ თავზე უფრო მეტ წერენ და იმდენად წერენ სხვა ხალხებზე, რამდენადაც მათთან შეხებაში მოდიან, ხო? ხლა ჩვენ არ ვიცით, შესაძლოა აქაც ზუსტად ისე შესაძლოა, კიდევ მეორე, ვარაუდია ეს. შესაძლოა ასეთი რამ იყო, როგორც ტიგრან მეორესა და მიტრიდატე მეექვსეს შორის, რომ დავლა ალაფის შენ დაპყრობილი ტერიტორია, გაწმენდილი ტერიტორია მე. კაცმა არ იცი, შეიძლება იყო ასეთი ისა. ერთ-ერთ შემთხვევაში დიონ კასიუსი წერს, რომ ვალარშ მეორემო, ანუ ოლოგესმა მოისყიდაო ალანებიო, ხოლო კაპადოკიის მმართველმაო, ფლავიუს არიანოსმაო, ლაშქრის შეკრება დაიწყო, იმიტომ რომ ესე იგი ვერ მოისვენ ამ ალანებისაგანო რა. ხო. ეს ის პერიოდია, როდესაც ადრიანე ცდილობს და იმპერატორი ადრიანე, რომელიც 117-138 წლებში იყო იმპერატორი რომისა, ცდილობს ურთიერთობა დაალაგოს ფარსმანესთან. ის ჩამოდის კაპადოკიაში და თავისთან იხმო ფარსმანი, ფარსმანქველი. გამოუგზავნაო საჩუქრები, ხო? რომაულ წყაროებში, ლათინურ წყაროებში არის ამის შესახებ ცნობები, ბერძნულ რომაულ წყაროებში. გამოუგზავნაო 500 კაციანი კოჰორტა საომარი სპილოვი, დიდძალი საჩუქრები და ქართლის მეფემ არ იკადრა მასთან მისვლა. არის ახლა. მანაც ადგა დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა, გაუგზავნა მანაც ზღვენი, მათ შორის ყოფილა თურმე 300 მოოქროვილი მოსასხამი და ადრიანე ისე გაბრაზდა ამაზე და იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ეს 300 მოოქროვილი მოსასხამი ჩააცვა გლადიატორებს და ისე ხო და ისე აომა ერთმანეთთან. ამით თითქოს გული მოიოხა, მაგრამ მერე რა
ქართლის მეფე არის ახლა. წარმოგიდგენთ ერთ წუთი რომ რომის იმპერატორი უხმობს და ქართლის მეფე არ მიდის მასთან რა. მაგრამ ძალი მოსდევს ქადილისა, იმიტომ რომ ეს ამხელა უზარმაზარი მის ხელშია ეს ჩრდილო კავკასიელი ეს მომთაბარეები ფაქტორიულად მის ხელში არიან. უნდა გაუღებს ამ იმას რა ქვია მოქროს გასაღებით ამ დარიალის გადმოსასვლელს გადმოიყვანს და შეუსევს ამ განვითარებულ ქვეყნებს, უნდა არა. და ანგარიშს უწევენ ამის გამო. ანგარიშს უწევენ. და როგორც კი ახალი იმპერატორი ანტონიუს პიუსი ადის ტახტზე, პირველი რაც მან გააკეთა ის რომ ურთიერთობები დაამყარა ფარსმანთან და მონახა საერთო ენა. ახლა ეს საერთო ენა რა არის? რა არის საერთო ენა? თუმცა სანამ აქამდე მივალთ, მანამდე თუ შეიძლება გამომრჩა და ვიტყვი, როდის დაბრუნდა საბოლოო ჯამში ეს მიტაცებული ტერიტორიები წყაროებში როგორ არის ესა? აი სტაციტუსი, რომელიც ეგან მე ვახსენე, რომელი ისტორიკოსი თავის ანალებში მე-14 წიგნის 26-ე თავში, იმიტომ რომ ესეთი წყაროა, რომ ეს არ შეიძლება კაცმა დაივიწყოს, იქ პირდაპირ წერს, რომ როდესაც კორბულონმა არმენია დაიმორჩილაო და ეს არის 60 წელი. ახალი წელთაღრიცხვის 60 წელი. ეს სამეფო რო ყოფილიყო შვიდად და ხელშეუხებლად და მართლობაც დალაგებული ყოფილიყო, ყველა ის ტერიტორია, რომელიც მიტაცებული ჰქონდა სხვა ხალხებისაგანო, თავის თავის მომიჯნავე ქვეყნებს დაუბრუნაო, მათ შორისო ფარსმანესო. ანუ ფარსმან პირველის დროს ეს ტერიტორიები უკვე დაბრუნებულია. იმიტომ რომ ეს რომაელების კარნახით მოხდა. ეს თავის ნებით არ გაუკეთებიათ სომხეთის მეფეებს რა. ანუ რომმა სომხეთს მოთხოვა, რომ გინდა მშვიდობა შეინარჩუნო. მაშინ ყველა ეს მიტაცებული ტერიტორია რეალურად ფიქრობ ამას წინ უძღოდა სწორედ ის წარმატებული ლაშქრობა და სომხეთის ტახტზე მითრიდატეს დასმა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად რომი ჩაერია და 60 წლისათვის პირველი ეტაპი დასრულდა ამ ქართული მიტაცებული ტერიტორიების ესე პარიადრეს კალთები, ხორძენე, გოგარენე, კამბისენე ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებისა დასრულდა. ეხლა მიუბრუნდეთ ფარსმანეს და მე ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ ალბათ. ფარსმანესი ჩადის რომში. აქ წერილი აქვს ეს ძალიან კარგად დიონ კასიუსს თავის მეუღლესთან, ვაჟებთან ერთად და იბერელ პროტოებთან, პირველებთან, წარჩინებულებთან ერთად, როგორც ჩანს, დიდი ამალით ჩავიდა რომში. იქ მიიღეს გასაოცარი პატივისცემით ენიალიონის, ანუ მარსის მოედანზე მისი ძეგლი დაიდგა, მან მონაწილეობა მიიღო იქ სამხედრო ვარჯიშებში, მსხვერპლს შეწირვის უფლება მისცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რასაც დიონ კასიუსი გვეუბნება, რომ იმპერატორმაო ფარსმანეს იბერიელს ტერიტორიები გაუდიდაო, ტერიტორიები გაუზარდაო. ძალიან დიდ ბოდის ვიხდი, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო. არა თუ ისტორიკოსი, არამედ საერთოდ ადამიანი დაიჯერო, რომ რომელიმე ხელმწიფე თავის ყოფილ ქვეშევრდოს ტერიტორიებს ჩუქნიდეს. უბრალოდ დიონ კასიუსმა პირი მოწმინდა ანტონიუს პიუსს, პირი მოწმინდა. ჩვენ ეს ფრაზა იცი როგორ უნდა წავიკითხოთ, ანტონიუს პიუსი იძულებული იყო ეცნო ფარსმანის გაფართოებული საზღვრები. არავინ არაფერს არ ჩუქნის, მით უმეტეს ტერიტორიებს. ანუ აი ამ შერიგების და რომში ჩასვლის წინაპირობა სწორედ ამ ტერიტორიების დაბრუნება იყო. და გარდა ამისა, ეს რომ ნამდვილად ასია, ფლავიუს არიანუსი მეორე საუკუნეში ამ პერიოდში ზუსტად და ფლავიუს არიანუსი იყო კაპადოკიის მმართველი, რომელსაც იმპერატორმა ადრიანემ დაავალა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი შეესწავლა და 30-იან წლებში, როგორც ამბობენ, 131 წელს დაიწყო მან ეს პერიპლუსი, მან შეადგინა მოხსენება იმპერატორის სახელზე, რა მდგომარეობა იყო აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში. და ამბობს, აქ კოლხები ცხოვრობენ, აქ მაკრონები, აქ ენიოხები, აქ და მე ამბობს, რომ
შემდეგო ცხოვრობენ მაკროჰენიოხების შემდეგ ცხოვრობენო ძიდრიტები. ძიდრიტები ფარსმან იბერიელს ემორჩილებიან. ანუ ფარსმანის დროინდელი ქართლის სამეფო დღევანდელი მდინარე არხაბედან დამთავრებული ჭოროხამდე, აფსაროსამდე, ბერძნული აფსაროსამდე, აი ამ სანაპირო ზოლზე იბერიის სამეფოს ძალაუფლება დამყარდა. ანუ ფაქტობრივად არათუ მარტო დაიმორჩილა და დაიბრუნა უკანეს სარწმუნოებული ტერიტორიები, არამედ კიდევ უფრო განავწოდა შავ ზღვაზე გავიდა. გავიდა ეს უზარმაზარი ზოლი უკვე ფარსმან მეორეს ემორჩილება და ახლა როდესაც ლაპარაკი არის ისეთ წყაროზე, როგორიც არის ფლავიუს არიანოსის ეუქსენის პონტოსის პერიპლუსი, აქ ორი აზე არ არსებობს, ერთი ეჭვიც კი არ შეიძლება შეიტანო, იმიტომ რომ ეს არის იმპერატორის მოხელე, რომელსაც იმპერატორმა დაავალა, რომ ექსპედიცია მოეწყო და ფლავიუს არიანოსის აი ამ თხზულებას რო კითხულობ, იქ წერია აფსაროსის ციხეში რამდენი ცხენოსანია, რა არის შეიარაღება, როგორი არის გამაგრების სისტემა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ციხეს, რა არის მანძილი აფსაროსიდან ფასისამდე, ფასისის ციხე როგორ არის, ადრე რო თურმე ხის იყო, ეხლა უკვე აგურის არის ციხის კედლები და ასე შემდეგ. ესე იგი, აქ მოხელეს არანაირად არ შეეძლო ტყუილი მიეტანა იმპერატორამდე, თავი არ შერჩებოდა, ხო? ამიტომ ეს წყარო რო გვეუბნება, რომ ფარსმანეს ძიდრიტები ემორჩილებიან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაც წეგამ თქვი, რომ დიონ კასიუსი რომ ამბობს, რომ იძულებული იყო ანტონიუს პიუსი ეცნო იბერიის გაფართოებული საზღვრები. ასე რომ ჩვენი სახელგანთქმული წინაპრები ძალიან კარგად ერკვეოდნენ იმ დროიდან სოფლიო პოლიტიკაში, ძალიან კარგად ლავირებდნენ. იყო პერიოდი, როდესაც სელევკიანები სამეფოს მხარდამხარი იდგნენ, შემდეგ იყო რომის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, მაგრამ მესამე საუკუნიდან იცვლება სიტუაცია. იცვლება სიტუაცია, მოდიან არდაშիր პაპაქისძე მოდის და სასანიანთა დინასტია მკვიდრდება სუსტი პარტიის ადგილზე და იწყება რომის სპარსეთის დაპირისპირება უკვე სასანიანებისა და ახლა უკვე ახალი ეტაპი დგება ქართლის ცხოვრების და საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ უკვე აი ამ ორი დიდი სახელმწიფოს ურთიერთდაპირისპირების ფონზე უწევდა ჩვენს წინაპარს ცხოვრება. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი. მაგრამ რომაულ ეპოქაში ქართლის სამეფოს ძლიერება პირველ-მეორე საუკუნეებში ეს უდავოა და ეს ყველაფერი გონევრული პოლიტიკისა, გამჭრიახი ტვინისა და ძლიერი მკლავის წყალობით მოახერხა ჩვენმა ხალხმა. ორმასი მადლობა. თუ თანამედროვებას რამე ჭირდება, თანამედროვებას ჭირდება ისტორიის ცოდნა, იმიტომ რომ ზუსტი პარალელები რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ ის შანსები, რა შანსებიც იყო ადრე, გაჩნდა და რაც შანსების გამოიყენა ჩვენმა წინაპრებმა, დღეს თითქოს ჩდება და დღეს თითქოს რაღაცნაირად მსგავსი სიტუაციაც არის, ამიტომ ისტორიის ცოდნა აუცილებელია. აუცილებელია, ისტორიის დაფასება აუცილებელია. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად გავმართოთ მსჯელობა და ვიფიქროთ, ვიაზროთ და ვიკითხოთ რა თავარი. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.